გამარჯობათ ჩემო ძვირფასო Facebook მეგობრებო და გამარჯობა მთელი საქართველო. მე მინდა ბოდიშის სახით მოუხადო როგორც ჩემს მაყურებელს, ასე ამერიკის შეერთებულ შტატებს და იქ ცხოვრებ ჩემს შვილს გიაონიას. რა შესაძლოა? ბევრი შემთხვევაში და მით უმეტეს ამ ტელეეკრანებზე, როდესაც მიმანიშნებდე რომ შენ ამერიკაზე რატო ლაპარაკობ ცუდს, შენი შვილი ხომ იქ ცხოვრობს და თუ ასეთი ცუდი ქვეყანა ამერიკა, მაშინ რატო ყავს იქ შვილი და ასე რომ მე შევეყვანე ამ პროვოკაციულ საუბარში. მე ვამბობდი მაშინ რომ ჯანდაბა ჩემი შვილის და ამერიკას, მეც კი ასეთი არ მინდა, მეც კი თუ მე მაინც ამერიკაში უნდა მომიწვევს ყოფნა და სხვა შორის ერთხელ გადაცემაში ჟურნალისტმა მითხრა რომ კაცო იქ ცუნამიაო და შეშვის რამე საფრთხე ხო არ ემუქრებაო, ზღვისპირზე ხო არ ცხოვრობენ სადმე რომ რამე არ დაემართოს, იქნება გულწრფელადაც მითხრა, მაგრამ მე მაინც მივიღე რომ ეს ჩემთვის პროვოკაციული შეკითხვა იყო და უპასუხე რომ ოღონდ ამერიკა შეიძიოს და ჩემი შვილს არ აუშავს, მეც კი შემიწირია, მეც კი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ერთი შვილი მეც კი და ასე ძალიან. მე კიდევ ბათუმში შემეკითხა ვიღაცა რომ აი შენი შვილი ამერიკაში როა და რამე და გამარჯვებულმა უთხრა ჩემი შვილი დედას და იმ ამერიკისას და ასე წავიდა საუბრები. და მე მირეკავდა ჩემი შვილი ამერიკიდან და მისი მეგობრები ძალიან ბევრი არიან იქ, რომლებიც ყველა მიცნობს, ზოგი ჩამოდის, ისე ხდება, ზოგი ისე მირეკავს და კავშირები გვაქვს და სულ ეუბნებოდა გიასას და მესმეუბნებოდა რომ შემიძლია ჩამოდიო და ნახე რა ქვეყანაში ვცხოვრობ, კაცს არ გაინტერესებს რომ შენი შვილი სად ცხოვრობსო და შენ რო ფიქრობო ისეთი არ არის ეს ამერიკა, კაცო ამერიკა და სულ სხვა ქვეყანაო და იქ თქვენ რას უყურებთ, მე ჩვენ ხომ არ ვიცითო და აი ასეთი რაღაცები, მაგრამ მე მაინც ვერასოდეს ვერ გადავწყვიტე რომ ჩავსულიყავი ამერიკაში, 25 წელიწადია უკვე ჩემი შვილი იქ არის და აი ეხლა რაღა და ვითმინე ვიფიქრე, უთხრა, არ უთხრა, ეს გავაგებიო ჩემ შვილს თუ არ გავაგებიო და უკვე იმდენად შემაწუხა სინდისმა ამ ამერიკის ლანძღვის გამო რომ ეხლა საქვეყნოდ უნდა მოუხადო ბოდიში ამერიკას, თურმე ამერიკა და ამერიკელი ხალხი და ამერიკის ინტელიგენციის უმრავლესობა ყოფილა იმ აზრზე და იმ ჭკუაზე, რომელზედაც ჩვენ 1000 წლების უკან ვიყავითა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი ქვეყანა არის ეს ამერიკა 300 წლის წინ ხვალ დაიბადა, ის ხალხი წავიდა უდიდესი კულტურის ქვეყნიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მოწინავე ევროპის ქვეყნებიდან და იმათმა შექმნეს ის სახელმწიფო და ეხლა ზოგი ამბობს რომ კაცო იმათი წოვანების შედგა ჩემეზოში და რამე და მესმის ქვია რომ ჩვენ სვანური გეომეტრიული ჭრის ნიმუშები მაქვს სახში, რომელიც 400 წელს ითვლის და სხვა, რაც ამერიკის აღმოჩენის ის არის თარიღიდან მოყოლებული. ხო და ეხლა რასმე ამერიკის ხალხიდან მესმის როგორ ემთხვევა ჩვენს ამ საუკუნეობრივ ოცნებას, როგორ ემთხვევა ეს ჩვენს სუვერენიტეტს, როგორ ემთხვევა ჩვენს ხასიათს, ჩვენს დამოუკიდებლად ყოფნის საფუძვლებს. რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ასე კი არ იქნებოდა, მე ვფიქრობდა, არც მომავალში არ იქნება, მაგრამ
ეხლა ისეთი ტალღა მოვიდა ამერიკაში, რომელიც ზამდვილად ჩვენჭყვაზე არიან და 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის გამოთქმულ უზარმაზარ დიდ სიტყვაში, რომელიც მან მიმართა მაშინ ქართულ მოსახლეობას, ასე მგონია, რომ ის მოხსენება გადაწერილი ჰქონდა და ტრამპი იმის მიხედვით აწყობდა თავის წინასაარჩევნო კამპანიას და დღესაც იმით მართავს იმ ახალ მსოფლიოს, რომელსაც ალბათ ის ღირსეულად ჩაუდგება სათავეში. ამიტომ მე გია გენეცვალ ძალიან დიდ ბუდისტი შეწინააღმდეგე რომ დედა შეგაგიდე ამერიკაში შეგიგიდე და ყველაფერი, მაგრამ ხო იცი რომ მოხუცებული კაცი ვარ, ეხლა 90 წელს ვიტარებული და ხარ რამე ვეპატიებ, ეხლა თუ ისე წამოვსწება რამე, მაგრამ უკვე მაინც დამტკიცდა, საქმით დამტკიცდა, და მთელ მსოფლიომ დაინახა, რომ ეს ქვეყანა მართლა ყოფილა დემოკრატიის, კულტურის, სიმართლის, მართლის მთქმელი ხალხი და პრინციპული ხალხი. და აი შენს მეგობრებსაც ბოდიში მოუხადე, ყველას ვის მირეკავდა და მეუბნებოდა რომ ჩამოდი გიშაბიძია და ნახე როგორ კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთო, იმათაც ბოდიში მოუხადე რომ მართლაც კარგ ქვეყანაში გიცხოვრიათ და მეც შევეცდები რომ ნახო და ვაკოცო იმ მიწას, რომელ მიწაზე და შენახა შვილო 25 წელიწადი და საიდანაც პირველად გაისმა მსოფლიოში ის უზარმაზარი დიდი თანასწორუფლებიანობისა და იმ სუვერენიტეტის უზარმაზარი დიდი მოწოდება და საზღეგრძელო, რომელსაც ტრამპისა და მისი მიმდევრების და მისი ვიცე-პრეზიდენტისა და მისი კიდევ თანამებრძოლების სიტყვებიდან მოისმინეთ და გაისმის მთელ მსოფლიოზე. ასე რომ უაღრესად დიდი კმაყოფილებით მინდა მიულოცო საქართველოს ხელისუფლებას პირადად ბატონო ბიძინა, აი თქვენ ყოფილხართ უჭკვიანესი ადამიანი, რომ ერთი წლის წინ განსაზღვრეთ თუ როგორი ბედი დაუდგებოდა ქვეყანას და თუ რა პირობებში ვიქნებოდით ერთი წლის შემდეგ თქვენ ეს აი ჯადოსნურ სარკეში დაინახეთ 29 აპრილს, როდესაც თქვენ საქართველოს მოსახლეობას მიმართეთ თქვენი შესანიშნავი აი კონსტიტუციური სიტყვით, აი ის იყო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც შენი დღეს წარმოთქვით ტრიბუნიდან. ძალიან დიდი მადლობა ამისათვის, ძალიან დიდი მადლობა ასეთი წინასწარმეტყველური მოქმედებისათვის, რაც შენ იმ ახალგაზრდა ჯგუფს ჩაატარებია, რომელიც გვერდში გიდგას და რომლებიც ძალიან კარგად მართავენ ქვეყანას და ძალიან გთხოვთ, ეხლა ნუ გააგზავნე ამ სასწაულსა და აღზარდე როგორც აქამდე გაზარდე და ბევრმა კი გიღალატა გააკეთა ის, რაც არ გეგუտնოდა, მაგრამ ბრძენი კაცი იმიტომ ხარ, რომ პარტიების უნარი გაქვს, შორისმაძიებელი კაცი არა ხარ და ოღონდ სიმართლის მოყვარული კი ხარ და სიმართლე ასე უნდა გეჭიროს მაღლა როგორც დროშა და სიმართლით გზით გიაროს ყოველთვის ჩემო ბატონო ბიძინა. დიდი მადლობა და დიდი მადლობა თქვენს ჩემო მაყურებლებო და ძვირფასო ქართველებო.